მოგესალმებით, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე, თემურა ხაზზე და მოსულები ვართ თქვენთვის კარგად ცნობილ ტბაზე. დილის 7:15 წუთი არის დაახლოებით და ვაპირებ დღეს, რა თქმა უნდა, მტაცებელ თევზზე, კონკრეტულად ქორჭილაზე თევზაობას, იმის იმედით, რომ დღეს მაინც დავიჭერ ცოტა უფრო მოზრდილ ზომებს. წინაზე კაი ზომები ვიჭირეთ, ცუდი არ იყო, მაგრამ ცოტა უკეთესი შედეგი მინდა რომ დავდო. ნახოთ რა იქნება. ფევორიტის ბლუბერდი 1-დან 7 გრამამდე, დაევა კროსფაიერი 2026 წლის 65 მმ-იანი სუპერკონტინენტის საფუარა, 2 გრამიანი ვოლფრამი. ეხლა გეტყვით რატომ წამოვედი კონკრეტულად ამ ჯოხით. ბოლო ეს პერიოდი რაღაცა ძალიან ქარები და წვიმები იყო, არეული არის საერთოდ ამინგი და მინდოდა რაღაცა უფრო უნივერსალური რა. ანუ ისეთი რაღაცა რომ 1 გრამიც გადავაგდო, და ისეთი რაღაცა რომ 7 გრამიც გადავაგდო, თუ დამჭირდა რა თქმა უნდა მაგწონების გადაგდება. შეიძლება დღეს მაგარი პასიური იყოს თევზი, ან პირიქით აქტიური. და მაგარი პასიური რო ყოფილიყო 3.5 გრამიანზე იმდენად ადვილად ვერ მოვატყუებდი და რო დამჭირდეს, ასე თქვათ, აი ყოველი შემთხვევისთვის რო დამჭირდეს 1 გრამს გადავაგდებ და 1 გრამზე უეჭველი ვიცი რომ თევზს დავსვა. ხო და დღევანდელი ტაქტიკა ამ ყველაფერთან ერთად არის ის, რომ ვინარჩუნებ დიდი ზომის სატყუარებს, მაგრამ წონას ვკიდებთ ნაკლებს რა და უფრო ფარფატით და ნელ-ნელა ჩავა და მგონია რომ მაგი უფრო კაი შედეგს დადებს. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. Եղասա դավսույթ Հատարա խորջիրա Ամենմաց կայիծրա Դիդի կաուճի արիս դա Մագիս կամո վերջայիկի դա կարգատ Կադավեդի ծոտա ուպրո պատարասատ qoğaraz է Մայինց տավա պատարավ է ծոտատի Նախտրայիք նեմա Ոստա շևաստորի խուրալցատ qoğaraz ծոտատի 65 მმ-იანებზე ვიყავი და 45-იანზე ჩამოვედი. სამი ადგილი მოვიარე უკვე, გადაგდებები და ესა იყო ანუ აქტიურობა არ იყო, შევიცვალე და კაი არის, აჰა. აქ პატარების ბუდია როგორ ჩანს. ოკეი. ახეთ აი რა პატარა არის და რამხელა სატყუარას მოყვება ხო მაინც. Ესე პატარა. აი და. დღეს მარტო შტერები ტყუდებიან. პატარები და შტერები. Აქ ხა ერთი უკრაინელი კაცი არის და იმას ჭირდება ეს პატარა ეს რა ქვია ქორჭილები პაპლავოგზე იჭერს და პატარა შეჯიბრი გვექნება პაპლავოკი სპინინგის წინააღმდეგ ნახოთ а вы где опарыш покупаете Тош, на Тоше. Ага. Вот и хорошо, нормально. Აქ ერთ პატარა ჩართვას გავაკეთებ, იმიტომ რომ ამ კაცთან რომ მოვედი, ხან ამ კაცს ველაპარაკებოდი. ხან თევზზე მქონდა ფოკუსი და მოკლედ წესვირად ვიდეოში ვერ ვილაპარაკე, მაგრამ ამ დროისთვის მე მთლიანი მარცხენა სანაპირო უკვე მოვლილი მქონდა. თევზი ძალიან მაგრა პასიურობდა. საერთოდ ვერაფერი ვერ მოვატყუე, ვერც დიდი სატყუარებით, ვერც პატარა სატყუარებით, ვერც თეილსპინერით, ვერც დიდი გრამით, ვერც დაბალი გრამით. საერთოდ, აი, არაფერი არ ხდებოდა წყალში ამ სანაპიროზე. ასე რომ გავჩერდი ამ კაცთან ცოტა ხანი, დავაპატარავე სატყუარები, დავაპატარავე წონაც და დავიწყე ამ პატარა ქორჭილებზე თევზაობა. თან თავში პატარა ესეთი ტურნირი მქონდა ტივტივის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს კაცი თეთრი მატლით და ტივტივით თევზაობდა მშვიდობიან თევზზე და მეთქი მოდი აბა ვნახოთ სპინინგი როგორ დაუდგება ტივტივას მეთქი. მაგრამ ერთ რაღაცას დავაკვირდი. აქეთ ამ ხარეს ამ სანაპიროზე, ხო?
წყალი ბევრად უფრო თბილი იყო, აი ძალიან თბილი იყო წყალი და თვითონ თევზის ქორჭილაც რომ ამოყავდა, ხელს რომ მოკიდებდი, იმენად თბილი იყო. და ვიფიქრე რომ სავარაუდოდ ამის გამო პასიურობდა თევზი, იმიტომ რომ ცხელა უბრალოდ თევზისთვის და გაპასიურებული იყო თევზი მაგის გამო. ჩემი აზრით. ვიფიქრე მეთქი, კაი, ცოტა ხანი აქეთკენ გავჩერდები და გადავალ მეორე სანაპიროზე, სადაც ბევრად უფრო გრილი არის და ცივი არის წყალი. იქითა ნაპირზე წელს რატომღაც უფრო აქტიურობს დიდი ზომის და ცოტა მოზრდილი ზომის ქორჭილები. ასე რომ ვიფიქრე მეთქი ტურნირს რომ ვორჩები, გავეშურები მეორე ნაპირზე მეთქი. მოკლედ ამ კაცმა ძალიან ისიამუნა, ძალიან გაუხარდა ამდენი პატარა ქორჭილა. ქორჭილას განსაკუთრებით პატარა ქორჭილას ბევრი არაფერი არ უნდა, უბრალოდ პატარა სატყუ არა, დაბალი წონა და всё. მოკლედ დიდხანსაც აღარ დავაყოვნე და გავაგზელე გზა მეორე სანაპიროსკენ. Не. Сказал, что хорошо. Ты заберешь его? Не, вам да. იმ კაც ჩემი ნომერი ჩავაწერინე, დაგიკავშირდებიო და რაღაცა და დავამოღამებინებ იმას, მასწავლის ეგ სავარაუდოდ იმაზე. ტივ-ტივით თევზაობას ნაფოტაზე და ასე შემდეგ. ასე რომ მაგი კონტენტიც იქნება. ეხლა კიდე დავაგზელოთ ჩვენი ჭირვეულობა პასიურ ქორჭილაზე. რაღაც კარგი დავსვი. როგორც იქნა. მოდი აქ. თუ არა. ქორჭილო. რა იბრძოლო? ცოტა მოგრძო არის და. ოკეი. გაიძრო. აბსოლუტურ მსგავსზე ვარ გადასული და როდო ქოჩო და რა იბრძოლა მეთქი დიდი დავსვი რაღაცა. შენ წარმომიგვიდე. დიდი არა ისა მომინდო მახათე მორა მაქვს დიდი თევზები. ყოველ შემთხვევაში ეს სატყუა რაც გავათევზიანე 7 გრამზე ვარ გადასული, იმიტომ რომ ქარი არის. და походу ჯოხის crash test-ია. ამ ჯოხის მაქსიმუმს ვისვრით იმ. კაი მანძილზეც გავდივართ. აუ გაასწორა ცოტა რაღაც ნორმალური იყო. აკაი რაღაცა იყო და ახჩი გუიან მიხვდა ძლივს დღეისთვის ყველაზე კაი ზომა ეს არის დღევანდელი დღის რეკორდი ესეც რო რეკორდი იქნება ვაღადა გაიძრო ესეც კაი ზომის უნდა იყოს ან შეიძლება კარგლაპიუსი იყოს თავს ესე იქნება ყოველ შემთხვევაში არა ქორჭილიუსი იდეალურად აგიჭირეთ ღიანი მსკავზე თქვენ მაიმუნებო თქვენ ბიჭო რა პატარაა და რა მხელა იგზნობა ჯოხში იცი ბუდეს მივაგენი ალბათ ბუდეს კი მივაგენით რა ესაა თევზაობა იმენა არასდროს არ იცი სად არის მაგრამ მე წეღან მეორე ნაპირზე რო ვიყავი კი ვიძახდი თუ იქნება სავარაუდოდ აქეთ იქნება მეთქი თევზი იმიტომ რომ აქეთ კი რატომღაც ყოველთვის ცივი წყალია იქითკენ თბილი წყალი იყო ვერი გაი Рога кача.
რა გაკაჭა? შენი დედავატირა. შეპატარა ჩათლა ხოში. ვინ დაგპატიჟა? აჰა. რატომ სადამ აქ ხა სამისო რაღაცები, ნე? ასე. შუპაკაპრა. ესეთიც დავიჭირეთ. ჩათლახი ისა. კიდე კაი არ გადამიკუნითა. კარგად ბრძანებოდეთ. პიუ. მე გაცურა. просто ვატარებდი და წამოიღო. ეცრა იმენა და არ. დაეჯახა ტიპის ატყუარს. სტაილო. და რა გადარეული. თავი არც კი გვაჩვენა. აბა, ვარგო და გადაგდება. ბიჭო რა გვიან მიხდა? ეს კარი ქოჭილა. არა, მეგონი просто წყალში ჩანდა დიდი. მივაგენით ბუდეს რა. ან ეხა გააქტიურდა რა ვიცი. ჩერდები? ცოტა დავაზიანე, ვა. არა უშოს. იო. ავარგა? არ ვარგა. არ ვარგა, იმიტომ არ ვარგა, რომ ამ ხელას ატყუარი თუ არ 65 მმ-იანი, ანუ 6.5 სმ არის ატყუარის ზომა. სტანდარტია, კაი სტანდარტია, სპორტული ზომა. კაი სპოტი იყო. კაი ადგილი იყო, გავერთეთ ყოველ შემთხვევაში მინდა დღევანდელი დღე ამ ადგილმა გადაარჩინა. რაც ძალიან კაია. მოკლედ ვერ გამოდის ისეთი პროდუქტიული როგორცაც ვისურვებდი და როგორც იმედებს ვქონდა, მაგრამ ის სწორად გავთვალე რომ 1-7 გრამამდე ჯოხით წამოვედი და არა უზარმაზარი მეორე ჯოხი. აი. კარი ყლაპია. დღევანდელი თევზაობა წინაზე უარესი იყო, მაგრამ დიდად კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ რას ვიზავთ. ეს არის თევზაობა. იმ ქარიყლაპიამ კიდე ძალიან მაგარი გული დამწყვეტა. ამ ვერ გამიგია, რა ვიცი. ტროსი თვითევზაო, თუ ფლუოროკარბონი თვითევზაო, გაუგებარი არის რა. ანუ მიზანი როგორც ასეთი წერი არ არის. ძირითადად ქორჭილაზე ჩალიჩობ. იმიტომ რომ უფრო მეტი საქორჭილი ადგილები არის ვიდრე წერის ადგილი, მაგრამ ნუ ხანდახან აი ესე იცის ხოლმე, გამოედება ხოლმე და გადაგიკნიტავს და მე კარგად მეყოლე და მარტო ამის გამო ეხა სულ ტროსით ვერ ვივლი. იმიტომ რომ მე ქორჭილას მიდი და ელაპარაკე და უხსენი რატომ ხარ ტროსით მოსული. ესე რომ აუცი. რას აკეთებთ ხოლმე ამ დროს მითხარით კომენტარებში, ანუ ქორჭილაზე როცა მიდიხარ მიზან მიმართულად და მე აი ესეთი გადაკურნეტები გაქვს ხოლმე, აი რა უნდა გააკეთო? ტროსით წახვიდე, იმიტომ რომ ბევრი წერი არის. თუ მაინც ფლუოროკარბონით გააგრძელო თევზაობა. ნარჩი ვერ ხვდები. თუ რამე იდეები გაქვთ, გამოუშვით და წინა ვიდეოში კიდე მადლობა რჩევებისთვის გადაგდებაზე და გასწრე ასე ვთქვათ, დავამუღამებ. მომავალ ჩართვამდე. კარგად.